მესიჯი სამყაროსგან მოგესალმებით ჩემო YouTube გამომწერებო, როგორ ხართ? მოდით ვნახოთ თითო არკანად რა მესიჯი აქვს სამყაროს ჩვენთვის ახლა მომენტში, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება რომ მოვისმინოთ. რადგან გრძნობთ ამის საჭიროებას, გრძნობთ რომ ახლა გინდათ ეს რჩევა მოისმინოთ, ვერ იღებთ ამ რჩევას ვერც ერთი მხრიდან. და მე ახლა თქვენთვის ამ რჩევას გავაშხერებ. ვარიანტი პირველი, მესიჯი სამყაროსგან, რჩევა სამყაროსგან, ვარიანტი 2, რჩევა სამყაროსგან და ვარიანტი 3. რჩევა სამყაროსგან 3 ვარიანტი არის თქვენს წინაშე. რა უნდა რომ სამყაროს ახლა ეს მოვიდეს თქვენთან და რჩევის სახით გადმოგცემთ. პირველი ვარიანტი ეს არის ამონიტი, მეორე ვარიანტი ეს არის დალმატინი იასპი, მესამე ვარიანტი არის ვარდისფერი კვარცი. დახუჭეთ თვალები და კითხეთ თქვენს თავს. შენი რჩევა ახლა რომელ ვარიანტია, რომელიც შენ გინდა რომ მოისმინო. ასევე სანამ თქვენ ვარიანტებს არჩევთ, შეგახსენებთ ჩემს გამომწერებს, როგორც მზის ადამიანის, ასევე YouTube არხის გამომწერებს, რომ ეს ორი პლატფორმა მხოლოდ ეძღვნება საჯარო გაშლებს და შემეცნებით პოსტებს, ხოლო რაც შეეხება სიღრმისეულ სწავლებებს, რაც შეეხება მთელ ჩემს მაგიურ შემოქმედებას და უამრავი მიმართულებით მუშაობას, პრინციპში ახლა ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, მხოლოდ ხდება ჩემს დახურულ ჯგუფში. ეს ორი პლატფორმა კი მხოლოდ ასეთი ფორმით დგას თავისი მსმენელის გვერდით. დანარჩენი, ვისაც უფრო მეტად სიღრმისეული პროცესები გინდათ რომ შემოუშვათ თქვენს სამყაროში, თქვენს რეალობაში და შეცვალოთ თქვენი რეალობა და გახდეთ თქვენი რეალობის შემოქმედნი, მაშინ გელოდებით დახურულ ჯგუფში მზის კარი. ჯგუფი ფასიანია, ამიტომ აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ჯგუფის ადმინებს დროსნო დააკარგინებთ ცარიელი საუბრებით. ძალიან კარგი, მესიჯი სამყაროსგან. რა მესიჯი აქვს ახლა სამყაროს თქვენთვის? პირველი ვარიანტი ამონიტი, მოდით ვნახოთ. რა არის ის მესიჯი, რაც ახლა უნდა მოისმინოთ? ყველაფერი კარგად იქნება. არკანი ვარსკვლავი ნიშნავს იმას, რომ თქვენს სწორ გზაზე ხართ. თუნდაც ახლა ამას ასე არ თვლიდეთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი საშინლად არის. თუ ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა, ეს პრობლემა გამოსწორდება. თქვენ გამოჯანმრთელდებით. თუ ეს არის ნებისმიერი პრობლემა ყოველს შეიძლება სხვადასხვა კონდეს, სხვა უამრავ მსმენელში თქვენი პრობლემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ნებისმიერი რამ ახლა რაც თქვენ გაწუხებთ, თქვენთვის ულამაზესი სცენარი შემოტრიალდება და ყველაფერი ზუსტად ისე მიდის და ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. თქვენ გაიმარჯვებთ. თქვენ აღიდგენთ, თქვენ აღდგებით, თქვენ გამოჯანმრთელდებით, თქვენ დაამარცხებთ, თქვენ იზეიმებთ, თქვენ იმხიარულებთ, თქვენ გაერთიანდებით. აი ყველა ეს საკვანძო სიტყვები გეხებათ თქვენ. არკანი ვარსკვლავი ნიშნავს იმას, რომ თქვენ პირველ რიგში თქვენს თავთან მიდიხართ და თქვენ სწორ გზაზე ხართ. არკანი ვარსკვლავი ყოველთვის ამას ნიშნავს. თქვენს გზაზე ხართ. თქვენ როდესაც ადამიანი თავის დანიშნულების გზაზეა და ადამიანი, რომელიც თავის გზას მისთვის სწორად გადის, ის ხელუხლებელია, ის ყველაფერს ახერხებს. ის ყველაფერს ამარცხებს და ის ყოველთვის იმარჯვებს. ამიტომ სამყაროსგან მესიჯი ზუსტად ეს არის. რასაც არ უნდა გრძნობდე ახლა, რასაც არ უნდა განიცდიდი ახლა, შენ წინ ძალიან დიდი საჩუქარი გელის. დაგემშვიდობებით, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს? ნახოთ.
მეორე უფროსი არკანის სულელი და მესიჯი სამყაროსი არის განულება ხო, ახალი გზა, სულელის გზა არის ახალი გზა. სიტუაციის და პრობლემის გადაჭრა მოხდება აქ იმ გზით, რომლითაც საერთოდ არ ელოდით. პრობლემის მოგვარება და გახსნა მოხდება ზუსტად იმ მეთოდებით, რომელსაც საერთოდ ვერ წარმოიდგენდით, რომ შესაძლებელია. თქვენ გათავისუფლდებით. თქვენთვის გზა გაიხსნება, ახალი გზა გაიხსნება, თქვენთვის ახალი ცხოვრება იწყება, ახალი თავგადასავალი იწყება და ეს არის ის მომენტი, როდესაც თქვენ წარმატებით ჩახურეთ კონკრეტული თქვენი ცხოვრების ეტაპი და ახლა აბსოლუტურად ახალი სუნთქვა არის გახსნილი და ამ ახალ სუნთქვაში თქვენ ახლიდან იბადებით. უკან დარჩება ისეთი საკითხები, რომლებსაც თქვენთვის არანაირი სარგებელი და არანაირი ბედნიერება არ მოქონდა. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გაჩერდეთ, არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ემოციებს, ვთქვათ, რაზეც აქამდე ვთქვათ, გიყოლიებდნენ რაღაცნაირად, გაგებდნენ ანკეს, როგორც იტყვიან, ხო? ახლა იდეალური შანსი გაქვთ იმის, რომ ძველი პროგრამები ჩახუროთ და ახალი გზებით წახვიდეთ. ახლებურად დაინახოთ საკუთარი თავი, საკუთარი შემოქმედება, საკუთარი ცხოვრება. და მესიჯი სამყაროსგან ის არის, შენ ეს გზა შენთვის გახსნილია, შენი გზა ღია, მაგრამ არ წამოიღო ძველი ბარგი, არ წამოიღო ძველი ემოციები და არ წამოიღო ძველი ტკივილები, იმიტომ რომ შენს ახალ გზაზე აღარ გჭირდება. ეს არის მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტი თქვენთვის, მეორე უფროსი არკანი და საოცარი იქნება თუ მესამე არკანიც უფროსი იქნება და ვნახოთ ვარდისფერი კვარცის გული თქვენთან რა მესიჯი აქვს სამყაროს. აქ არის ექვსიანების თასები. არ არის უფროსი არკანი, მაგრამ მესიჯი სამყაროსგან არის ის, რომ ახლა ყველაზე მეტად სჭირდები შენ ადამიანს ან ადამიანებს და შენ ახლა ყველაზე მეტად გჭირდება კონკრეტული ადამიანი ან ადამიანების თანადგომა. ახლა არის მნიშვნელოვანი გაერთიანება, ახლა არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის მიღება, ერთმანეთის მხარდაჭერა. ახლა აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ცვლილებები, რომლის წინაშეც ახლად გახართ, შეხვდეთ გაგებით, გასცეთ რაც შეიძლება მეტი თანაგრძნობა, შეიძლება ასე ითქვას, სიყვარული, მხარდაჭერა, ოღონდ ეს არ უნდა გააკეთოთ ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი. იმიტომ რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ემოციური მხარდაჭერა თქვენსა და კონკრეტულ ადამიანსა თუ ადამიანებს შორის. იმიტომ რომ ეს ერთიანობა და ეს ძალა უფრო მეტად დაგეხმარებათ, რომ გარკვეული სირთულეები გადალახოთ. და ახლა არ არის დრო იმისა, რომ ყველა თავის თავში ჩაიკეტოს. ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ პირიქით გაერთიანდეთ, შეერთდეთ და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს. ეს არის ჩემო ძვირფასებო, სამივე ვარიანტის მესიჯები სამყაროდან თქვენთვის. ყველამ მიიღეთ თქვენი მესიჯები, მე ველოდები კომენტარებში, როგორ აღიქვით ეს მესიჯი, სად იგრძენით თქვენი ადგილი ამ მესიჯში, მე კი სულ დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ და დაგემშვიდობებით ახლა და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.